სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2000 წლის 14 მაისს. ჩვენ გადავედით 56-ე ნაწილზე და მიყვებით მას ნელ-ნელა. შემდეგი კითხვა ძალიან პრაქტიკულია და ძალიან საინტერესო. გუშინაც ქონდა ჩვენ საუბარი ჩვენს ახლობლობაში იმაზე თუ ადამიანები როგორ წყენას ატარებენ მიტევებაზე, რა არის ისეთი, რომელიც გულში უნდა დავიტოვოთ, ან რაზეც შეიძლება ადამიანს მიუთითოთ, ან უთხრათ, რამდენია მოსათმელი და ბიბლია აქ იმიტომ არის წიგნთა წიგნი, რომ ყველაფერზე პასუხს ემს. და ნახეთ, ღმერთმაც აგერაი, დღესაც გაგვცა პასუხი ამაზე, ეს არის უკვე პეტრეს წერილიდან. და კითხვა ესეთი ფორმულება გავუკეთე მე სათაურით. რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს ეს სიყვარული ფარავს ცოდვების სიმრავლეს? კითხვის ავტორი ჰქვია ჯეისონი და ასე იწყებს ამას. საღამო მშვიდობისა, პასტორ მაკარტურ, მე ჯეისონი ვარ. გამარჯობა ჯეისონ. გამარჯობა ჯონ. დღეს ეკლესიის დისციპლინაში და პირად პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ბევრი დაბნეულობაა. და მეც ვაწყდები ხოლმე ასე დაბნეულობას. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ პირველი პეტრეს წერილის მეოთხე თავის მერვე მუხლს, სადაც წერია: უპირველეს ყოვლისა იყავით ხურვალე ერთმანეთსადმი სიყვარულში, რადგან სიყვარული ფარავს ცოდვების სიმრავლეს. ვიცი რომ ეს მხოლოდ ერთი მუხლია და ამიტომაც არ მინდა რომ ის მოვგლიჯო კონტექსტს და ამიტომ შესაძლებელია არაფერიც ჰქონდეს მას საერთო ეკლესიის დისციპლინასთან და პირად პასუხისმგებლობასთან. მაგრამ თუ ეს ასეა, როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენს მორჩილებაზე ეკლესიაში, სხვა წევრებთან ურთიერთობაში. ასევე ღვთის პირადი პასუხისმგებლობის გეგმა, როგორ მუშავდება ამ მუხლების გათვალისწინებით, როცა მაგალითად ვიღაცა შენზე ცუდ რაღაცას იტყვის, ან რაღაცას გაწყენინებს. ეკლესიის დისციპლინა უნდა ამუშავდეს თუ ჩვენ ამ სიყვარულით უნდა მოვითმინოთ და დავფაროთ ეს შეცდომები. და ჯონ მაკარტური პასუხობს. აი მე როგორ მოსმის ეს ადგილი სიყვარული ფარავს ცოდვების სიმრავლეს. ნება მომეცით ერთი რამე გითხრათ. პირადად მე არ გავბრაზდებოდი და თავდაცვის პოზიციას არ დავიკავებდი ყოველ ჯერზე იმ საქმეების გამო, რაც პირადად ჩემს წინააღმდეგ ხდება. მაგრამ თუ მე ვიგრძნობდი, რომ ეკლესიაში რომელიმე წევრის მხრიდან ცოდვის მუდმივი ნიმუში არსებობს მის ცხოვრებაში, რისთვისაც ის თავს არ იწუხებს, არ აქვს წუხარება, სინანული, მონანიება, ახსარება, არ გააჩნია ეს ყველაფერი და ეს მუდმივად მისი ცხოვრების უკვე წესად იქცა. მაშინ ვფიქრობ, რომ ამას უნდა ქონდეს ჩვენი მხრიდან რეაგირება, რათა ეს დაავადება სხვა წევრებზეც არ გავრცელდეს. ამ დროს უკვე ჩვენ ვიწყებთ და მიმართავთ დისციპლინას. მაგრამ სასაცილოა ვივარაუდოთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი ვინმე რამეს იტყვის, პირადად ჩემზე, ან ჩემს წინააღმდეგ, რაც შეიძლება იყოს მაგალითად დაუფიქრებელი, წამოროშილი რაღაცა, რაც არ ითვალისწინებს მაგალითად ჩემს გრძნობებს, რაც არასწორად წარმოაჩენს ჩემს პიროვნებას. და თქვენ უცებ მოულოდნელად დაიწყოთ რაღაცა სულიერ დონეზე და ეკლესიის დისციპლინა ამუშავთ ამაზე. ჩვენ აქ საუბრობთ ისეთ სიყვარულზე, რომელიც ეხება ცხოვრებისეულ და არა ღმერთის მიმართ პარაპტომაზე. იცით ხომ ეს სიტყვა? და მე მოვიძიე ეს სიტყვა, მეც არ მქონდა გაგებული, ქართულში ლექსიკონში ვერსად ვერ ვნახე და ვთარგმნე მე ის ინგლისურიდან. თეოლოგიურ კონტექსტში პარაპტომა, ეს ბერძნული სიტყვა, აღნიშნავს უკანონო რაღაცა მოქმედებას ან დარღვევას, ცნობილი წესის ან სტანდარტის დარღვევას, განსაკუთრებით ღმერთთან ურთიერთობის კონტექსტში. ის აღნიშნავს მცდარ ნაბიჯს, სწორისგან გადახვევას, ასევე შეიძლება გულისხმობდეს საზღვრის გადაკვეთას. ამ შემთხვევაში ახლა ჯონ მაკარტური ამას არის ცხოვრებისეული პარაპტომა, ესე იგი ცხოვრებისეულ პირად საკითხებში გადაცდომა და არა ღმერთის მიმართ. თქვენ შეცდომა მოგდით, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, მოკვდავი ადამიანი ხართ. საქმე იმაში არ არის, რომ ეს წინასწარ განსაზღვრეთ თქვენ, რაღაცა დაგეგმილი ქონდათ ამ ტიპის უსამართლობისადმი მუდმივი ერთგული რაღაცა მასშტაბური სცენარი ქონდათ ჩაფიქრებული, რომ ადამიანისთვის ეს მიგეყენებინათ. სწორედ ასეთ რამეს სიყვარული აგვარებსო, გვეუნება პავლე ეკლესიაში. და ეს სიყვარული იმას აკეთებს, რომ მას ესმის ადამიანური სისუსტეები,
სიყვარულს ესმის ჩვენი რაღაცა სიმყიფე, ჩვენი წარუმატებლობები, ჩვენი წაბორძიკება, ჩვენი დაცემა. სიყვარული ხდება, რომ ზოგჯერ რაღაცებს ჩვენ არასწორად ვიტყვით, ან არასწორად გავაკეთებთ. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ვამბობ და ვაკეთებ, რასაც წინასთან განსაზღვრული ხასიათი არ აქვს და არ მინდოდა ვიღაცის შეურაცხყოფა წინასთან. მაგრამ ჩემი ადამიანურობის სისუსტის, ცოდვილობის გამო ეს ასე ხდება. და დიდი ხნის წინ მე სახურებიდან საერთოდ წავიდოდი, თუ ჩემ ცხოვრებაში ყველა ჯერზე ამას ვინმეღაცა გამიკეთებდა და ეკლესიის დისციპლინას აამუშავებდა ჩემს წინააღმდეგ. და ჩვენც ყველანი ამ სიტუაციაში აღმოჩნდებოდით. იმდენ შეცდომებს უშვებდა და იმდენ რაღაცა პატარა შეიძლება წყენებს ქონდეს ადგილი. ასე რომ პეტრეს ნათქვამი მიზანი სხვათა შორის, რომელიც ციტირებულია იგავების წიგნიდან 10:12 და ეს ძველი აღთქმის ანდაზაა, მე წაგიკითხავთ. სიძულული განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს. ესეც არ მახდოდა მე პირადად. ეს არის ის, რომ ცხოვრებისეულ საკითხებში, ბუნებაში, როდესაც ცხოვრებას ჩვენ გავდივართ, ადამიანები გვაწყენირებენ. მაგრამ ამ შეურაცხყოფებს ჩვენ ვერ დავაგროვებთ ძალიანაც, ხო? სანამ ძალიან შეიძლება გამწარდეს ადამიანი და შურისმაძიებელ ადამიანად გადაიქცეთ. ხო, ამას რაღაცა მოგვარება ჭირდება და ზუსტად აქ მოდის სიყვარული და მიტევება და პატიება. მაგრამ სადაც ადამიანში ხედავთ და აქ უკვე ზღვარს გაუსმევდი მე, სადაც ადამიანში ხედავთ არა საკუთარი თავის მიმართ შეურაცხყოფას, არამედ უკვე ღმერთის მიმართ მოუნანიებელ ცოდვაში ყოფნას და შეურაცხყოფის ნიმუშს. აქ უკვე თქვენ ვეღარ ითმეთ და იწყებთ მუშაობას იმის დასახმარებლად, რომ გააცნობიეროს იმ ადამიანმა, რომ მას უნდა დაუპირისპირდეთ და გაუმკლავდეთ უკვე ეკლესიური დისციპლინით. თუ ვინმე ჩემს მიმართ არაკეთილი და სასტიკია, მე შეიძლება უთხრა, იცი ჩემო მეგობარო, ეს ცოდვილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ რო გაქვს, იმედია რომ ამას არ შეინარჩუნებ და შეცვლი შენ დამოკიდებულებას. და მე ნამდვილად გაპატიებთ. მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო მოწყალე იქნები და უფალს უფრო სწორი დამოკიდებულება პატივს მიაგებთ. და მე გულში იმ წუთათვე ვაპატიებდი. მე გულში არ დავიწყე, წყენას არ დავიტოვებ, იმიტომ მე მეავნებს. მაგრამ თუ ადამიანში ხედავ რაღაცა ისეთ ბჟუტავს სიმწარეს, რომელიც უკვე ეკლესიაში უთანხმოების თესლს თესავს, რაც ეკლესიის ცხოვრებაზე უკვე გავლენას ახდენს. და ეს უკვე ჩვევაში და უკვე ნიმუშად იქცა, მაშინ ეს პრობლემად იქცევა. და თუ ამას არ გაუმკლავდებით, ჩვენ აუცილებლად დისციპლინის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. თუ ამან ვერ უშველა, კიდევ უფრო გავზდით ამ დისციპლინაზე, გახსოვთ, ესეც მოცემულია სახარებაში. იესომ ესეც გითხრა. ასე რომ ფიქრობ, პეტრეს ნათქვამის მარტივი ფორმულირება ისაა, რომ ცხოვრების ნორმალურ მსვლელობაში, დინარებაში, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მიტევებით აღსავსე. და სწორედ ამას ეუბნება პეტრეც, გახსოვთ, მათეს სახარებაში იესო პეტრეს ეუბნება, როდესაც ეუბნება 60-ჯერ 7-ჯერ, რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ ჩემს ძმას, როცა ეკითხება პეტრე. 60-ჯერ 7-ჯერ უნდა აპატიოთ. სხვა სიტყვებით რო თქვა, თქვენ უბრალოდ განაგრძნობთ მუდმივად პატიება დღეში 490-ჯერაც. თუ ამდენჯერ გაგანაწყენა ვიღაცა. არ შეიძლება უბრალოდ ამ ყველაფრის დაგროვება და უკვე რომ თქვენ მწარე შურისმაძიებელი ადამიანად გადაიქცეთ. მაგრამ როდესაც ეს ხდება, ვიმეორებ, ეკლესიისა და უფლის შეურაცხყოფელი, ხომ? ჩვევად, რომლის გადაც ადამიანი არ არის მზად რომ განდგეს და განთავისუფლდეს, მაშინ უკვე ეს დისციპლინის საკითხია და ისმება საკითხი და იწყება ამის ამუშავება. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია. ყოველივე ამის შემდეგ მე დავამატებდი ამას, მეც გამახსენდა, არ ვიცი, თუ სწორი იქნება ამის პარალელის მოყვანა, მათეს სახარებაში გასვოთ ცნობილი იესოს გამონათქვამი, როცა ამბობს ფარისევლების მიმართ ესეთ რაღაცას. ამიტომ გეუბნები თქვენ, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმინდის გმობა არ მიეტევებათ. ყურეთ ახლა 32-ში, ვინც სიტყვის ძეკაცის წინააღმდეგ, ანუ იესო ადამიანის წინააღმდეგ. მიეტევება, მაგრამ თუ ვინმე სულიწმინდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება, არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. ხედავთ, ესე იგი არის ზღვარი
როცა ჩვენ პირადად რაღაცა შეურაცხყოფას გვაყენებს, ხო, ან რაღაცა შეიძლება და განსაკუთრებით დაუფიქრებლად, ხო, ადამიანს რაღაცნაირად უფრო შეხვდეთ ან გავატაროთ, არ დავიტოვოთ, ხო? არ მივაქციოთ ყურადღება, ხო? შეიძლება ესეც, ხო? ასევე ბიბლიაში მე მახსოვს ადგილები, რომ მეფემ არ უნდა მოусმინოს ჭორებს, ახლა მე ზუსტად ვეღარ მოვიძიე და შემიძლია შემდეგ იმაზე მოვიძიო, რასაც მსახურები ლაპარაკობდა მისი მონები. არ არის სწორი, შენ ყველაფერს უსმინო, გესმით და ყველაფერი შენ წინააღმდეგ ის არის, მაგრამ როცა უკვე სერიოზულ ხასიათს იღებს საქმეს, საერთო საქმეს, ღმერთის საქმეს, ასევე სხვა ადამიანების შეურაცხყოფას, იქ შეიძლება უფრო სიმკაცრე გამოვიჩინოთ. ხედავთ რა არის, რომ პირადული არ უნდა იყოს, მოკლედ, წყენა, შურისძიება, განსაკუთრებით ადამიანი ამბიციურია, აქედან შეამოწევ, რომ შენი ეგო არის შელახული, შენი ეგო არის შეურაცხყოფილი და ეს გაღელვებს. როგორც გახსოვთ იესო რამ ააღელვა ტაძარში რომ შევიდა და ყველაზე მეტად გამოიჩინა ადამიანურ ცხოვრებაში პირველი მოსვლის დროს მან გამოიჩინა ეს რისხვა, წმინდა რისხვა. იმა რომ ღმერთის მამის ტაძარი იყო შელახული და გამოყენებული, თორემ მას ბევრი შეურაცხყოფას აყენებდა და იმაზე რეაგირება არ ქონდა იესოს. და ამიტომაც მოაქეს რომ სული წმინდაზე შენ თუ ამას გმობ უკვე, ხო? ეგ აღარ მიგეტევებაო. ეს მინდოდა უბრალოდ მეთქვა. მადლობა მოსმენისათვის.